ქრისტე ამბობს მამისადმი ლოცვას მადლობ მამა რადგან დაუფარე გონიერებს და გამოუცხადე შვილებს. ეს სიტყვაც არის საკმაოდ რთული სათარგმნელადაც, იმიტომ რომ აქ ბევრი კითხვა იბადება. გონიერებს უმალავს ღმერთი და შვილებს უცხადებს, ანუ უგუნურებს უცხადებს და გონიერს განზრახ უმალავს. ხო და ეს უფრო ასე ითარგმნება მადლობა მამა, რასაც გონიერები, რასაც მეცნიერები, რასაც მცოდნეები ვერ ჩაწვდნენ, იმის ჩაწვდომის ძალა მიეცი შვილებს, პატარებს, დაბიო ხალხს. ის შეაცდომენ, რის შეცდომა იმათმა ვერ შეძლეს. არ შეძლეს, ამიტომ არ მოუნდათ. სიბრძნეში წერია უგუნურო მობრუნდი და შეიცანი. უგუნურო მობრუნდი ნიშნავს, რომ ყველა ვინც თავისი გზით მიდის, ის შეუძლებელია ბრძენი იყოს. ბრძენი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც მიხვდება რომ სულელია ღვთის გარეშე. სხვანაირად სიბრძნე არ არსებობს, იმიტომ ერთადერთი სიბრძნე ეს არის ღმერთი. ამიტომ ყველას ვისაც გონია რომ ბრძენია, იმას უკვე არ წარმოდგენა რომ იცის და ზუსტად ეს რომ იცის მან და ის სწორად ხედავს, ეს უშლის ხელს ღმერთის შეცნობაში. ამიტომ თქვა უფალმა რომ მოვედი ავამტყობთა განსაკურნებლად და არა ჯამთელთან. და ვინ არის ჯამთელი? არავინ. მაშინ რას ამბობს? ვისაც ჯამთელი გონია თავი. ჯამთელია სულიერი გულისხმობა და არა ხორციელი. ანუ ვინც სულიერად იცის რომ ის ავადარი ვერ არის გარეთ მისი საქმე, ვერ ხედავს სწორად და ასე შემდეგ. აი ის იწყებს ძებნას. ჩვენ როცა ვიცით რომ ავად ვართ, მაშინ ვიწყებთ ექიმის ძებნას. ეს ავადმყოფობა გვაძლევს ამ სტიმულს, რომ მოვძებნოთ ექიმი. ამიტომ, როდესაც სულში მიხვდები, რომ შენ არ ახარ ბრძენი, არ ახარ ესეთი გონიერი, აი რაც შენ იცის, არაფერი არ არის. აი ამას რომ მიხვდები, ამის შემდეგ იწყებ შენ კურნალის ძებნას. კურნალი მხოლოდ იესო ქრისტეა. სხვა კურნალი არ არსებობს. ყველა წმინდანის ოჯერ ამბობენ, აი ეს ხატი კურნავს, ეს წმინდანი ამას კურნავს, ეს არის შეცდომა. არც ერთი წმინდანი არ არის მკურნალი. არავინ არ არის მკურნალი. არც არავინ იქნება არასოდეს. ესენი მხოლოდ ჩვენ როცა ხატებს წმინდანთა ცხოვრებას წერენ იმისთვის, რომ მათ ცხოვრებას მივბაძოთ. და მათი ცხოვრების მიბაძვით ჩვენც გავხდეთ ისეთივე წმინდა, როგორც ისინი გახდნენ. და დღეს, როცა მათ ვევედრებით მეოხებას, ანუ შუამავლობას. ესეც არის ერთ-ერთი სიმდაბლე, ოღონდ ეს ჩვენ დღეს არ ვიცით, ლოცველებმა და ვინც ლოცულობს და ვინც ვედრება წმინდანებს არ იციან, რომ ეს არის სიმდაბლე. და რას ნიშნავს სიმდაბლე? რაც უფრო ახლოს მიდიხარ ღმერთთან და რაც უფრო შეიცნობ ღმერთს, მით უფრო უღირსად თვლი თავს, როგორც აბრაამი ეუბნება, მე ვარო მიწა და ნაცარი. როცა ღმერთს მივუახლოვდა, მაშინ დაინახა მიწა და ნაცარია. აბრაამს რო ყოლოდა იქ ვინმე შუამავალი, ვინც უფრო ახლოს იყო ღმერთთან, იმას თხოვდა, რომ მიშუანდრუნლე და უთხარი, რომ თუ იქ 50 კაცი აღმოჩნდა, ხო არ მოკლავს, ხო არ მოსპობს და ასე შემდეგ. ანუ სიმდაბლის განცდა, ანუ შენ რომ მიწა და ნაცარი ხარ, ამის განცდა ბადევს შენში იმას, რომ შენ ჭირდება ღმერთთან სრულმავალი, შენ როგორ უნდა გაბედო ქრისტეს უთხოვო. ამიტომ მიდიხარ ღვთისმშობელთან, როგორც ღვთისმშობელმა თხოვა კანას გალილეაში, ღვინო არა აქვთ,
ვიღაცა ხომ მივიდა ღვთისმშობელთან, იქ ვერ გავიდა ვიღაცამ ქრისტესთან მისვლა. ანუ ვიღაცამ თქვა რომ ღვინო არ აქვთ. იმათმა კი არ იცოდნენ ქრისტეს, რომ ეს შეიძლება, მაგრამ ღვთისმშობელმა ხო იცოდა. და ღვთისმშობელმა თხოვა და რა შენი და ჩემი საქმე არისო ეუბნება. ანუ ჩვენს სტუმრები ვართო. და ღვინოზე თვითონ უნდა ეზრუნო. მაგრამ ღვთისმშობელმა უთხრა მსახურებს, რომ გააკეთეთო ის, რასაც ის გეტყვით, ხო? და გააკეთეს, ანუ აავსეთო ჭურჭლებიო წყლით აავსეს და გადააქცია ღვინო. ანუ ეს ღვთისმშობლის შუამავლობა არის. მეოხება მაგას ნიშნავს. მეოხი არის ექო არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ხმის გადატანას. აი მთაზე რო იდგე და რო დაიყვირო, ხმა გადაგიცხო თიდან მთაზე და ასე შემდეგ და აი ეს ხმის გადატანა დაკავშირებულია ჩვენი თხოვნის გადამტანები, ქრისტესთან მიმტანები, ანუ მეოხები არიან წმინდანები. და ჩვენ ასე იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვერ ვბედავთ, რომ ქრისტეს პირდაპირ ვთხოვოთ. მაგრამ ეს განცდა დღეს ბევრს არ აქვს. უბრალოდ გონიათ, რომ ის არის მკურნალი და ესეთ ჩვეულებრივად ქრისტესაც ჩვეულებრივად ევედრებიან. იმიტომ რომ განცდა, რომ მე არა ვარ ღირსი ქრისტეს წინაშე დგომის და ასე შემდეგ. სხვა გაგება მიეცა.